დღეს გასწავლით, როგორ უნდა გავიკეთოთ ასეთი ულამაზესი მეიქაპი და არ დაგავიწყეთ, რომ ამ მეიქაპზე 1 გრამი ტონალურიც კი არ არის გამოყენებული. თან ასეთი მეიქაპი გამოგადგებათ ნებისმიერ საღამოზე, დღესასწაულზე და ბანკეტზე, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეხლა ბანკეტები მოდის და ყველანი ულამაზესები უნდა იყოთ. დავიწყოთ. პირველ რიგში საჭიროა სახე მოვამზადოთ და ამისთვის ვიყენებ მესაუდას ამ ორ პროდუქტს. ძალიან დიდი ხანია ამ ორ პროდუქტს ვიყენებ და მართლა ძალიან მომწონს. თქვენ თვითონაც ამჩნევთ ჩემს სახის კანზე, რამდენად ხდება. პირველი არის ნიაცინამიდი, აი ამ ადგილზე დამეწვა სახე. მეორე ეტაპზე C ვიტამინს, ამის შემდგომ SPF-ი და დამატენიანებელი, არ უნდა დაგვაუწყდეს C ვიტამინზე. კარგი ცხიმიანი დამატენიანებელიც გვჭირდება ტანზე. ასევე არ გვაუწყდება ტუჩის დატენიანებაც. ამ მეიქაპის ყველაზე მთავარი ეტაპი არის ჰაილაიტერი. როგორც გითხარით, ტონალურს საერთოდ არ ვიყენებთ და მთავარი ეფექტი ამ ყველაფრის რომ მივიღოთ, ეს არის ჰაილაიტერი. მე ვიყენებ მესაუდას R102 და 103 ნომრები არის, ესენი და ერთმანეთში აურევ, განახებთ უბრალოდ რა საოცრება არის. ამას ვიყენებ მთლიან სახეზე და ტანზე. გადავული ერთმანეთში. ძალიან ლამაზი გამოდის. ეხლა ნახეთ. აი ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა, იმიტომ რომ თვითონ ეს ჰაილაიტერიც ძალიან ესეთი სტრუქტურის არის. კი ხედავთ, როგორ ნაწილდება. ეხლა გამოვიყენებ მესაუდას კორექტორს, 10 ნომერი მაქვს აქ და როგორ ვიტანთ. არავითარ შემთხვევაში მთლიანად არ წავისვათ. წავისვათ ცოტა, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქი მეიქაპი უნდა იყოს და დიდად არ უნდა დაგვამძიმოს. პირველ რიგში მოდი თვალი გადავანაწილოთ. თქო, ნახეთ, ბოლომდე არ მივდივარ თვალთან. ცოტა ეს გადავანაწილოთ, ანუ ნაზად, რომ კიდე დავაცადოთ მერე გაშრობა. შულიდან იკაპი რომ მზად არის, ეხლა უკვე გადავიდეთ, კარგად ჩავშალოთ, ხო? აუცილებელი არის დავიფიქსირო და ასევე მესაუდას ფიქსატორს ვიყენებ. ოღონდ ნახეთ, ხელზე გამოვიტან და ფუნჯით ავიღებ. გეტყვით ახლა რატო? თვალზე კორექტორს როდესაც წავისვევთ, სანამ დაიწყებთ ამის დაფიქსირებას, ცოტათი გავასწოროთ თითითვე ნაოჭთან და ნახეთ ძალიან ნაზად. ეს ადგილები დავაფიქსიროთ. მოდი წარბს შევეხოთ. თუ წარბის გაკეთება გინდათ და დაფიქსირება გინდათ, ან მაგალითად შეღებვა გინდათ, პირველი რას ვაკეთებთ? სანამ ტონალურს ან სანამ ნებისმიერ პროდუქტს აი ესე დაიდებთ, აუცილებელი არის დატენიანების შემდგომ და ანუ ის პროცედურები რაც გავაკეთე, აიღეთ სველი სალფეტკი, გაიწმინდეთ თქვენი წარბი, ავიღოთ ესეთი გელი. ეს ძალიან მაგრად არაფიქსირებს, ანუ ეს ავარცხნის ეფექტი არ გექნებათ, უბრალოდ როგორც დაივარცხნით, რამოდენიმე წუთში ეს გაშრება, კარგად და აი ზუსტად ესე ძალიან ნაზად დაჯდება. დრო გადავიდე კონტურინგზე. მესაუდას ესეთი პროდუქტი მაქვს, რომელიც ერთი შეხედვით არის თხევადი, მაგრამ სახეზე როგორც კი ვიტანთ, ფხვიერად იქცევა. გამოვიყოთ ჩვენი ლოყები, წავისვათ. შემდგომ ეტაპი არის ბლაში, ასევე მესაუდას ბლაში მაქვს. იგივენად ამოვიღოთ, ცოტა ხელზე ჩავშალოთ, რომ ძალიან არ ავწითლდეთ. ნახეთ, როგორი გლოუ ეფექტი მაქვს თელ სახეზე. ეხლა რასაც ვაკეთებ, მე ძალიან მიყვარს ამის გაკეთება. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი მოკრემისფრო, მოვარდისფრო თვალის ჭრდილი. ეს ამოვიღებ და თვალის ქვეშ ვისვამ. იმიტომ რომ უბრალოდ აი ეს ეფექტი ძალიან მომწონს. აი ეს ეფექტი არის. აქაც ასევე მესაუდას პალიტრას გამოვიყენებ. კი ეტყობა, რომ არ გეგონათ, რომ ვიტყუები, ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებ ამას. ავიღოთ ღია კანისფერი, დავხუჭოთ თვალი, გავისწოროთ ეს ჩვენი კონსილერი, რაც გვესვა აქ. და ჯერ კანისფერით კარგად აი ამაში დავიფიქსიროთ. ამოვიღოთ მუქი ფერი ცოტა და ნახეთ, აი აქ წერტილში დავადოთ ესე. დავადოთ და ამ ადგილზევე ესეთი მრგვალი მოძრაობით ცოტა ჩავშალოთ, გავშალოთ. მე ავიღოთ ცოტათი უფრო ღია და დავიწყოთ აქედან, აი ესე, უკვე კიდევ ესე, კარგად და შეგვიძლია უკვე წინაც შემოვიდეთ. შემდგომ ავიღოთ ერთი წვეთი კონსილერი, ასეთი ბრტყელი ფუნჯი, აი ეს ადგილი წინ უნდა ამოვათეთროთ. ისევ დავიფიქსიროთ ღია ფერით. ამ ეტაპზე შეგიძლიათ თვალი ასეც დატოვოთ, თუ მოგწონთ. შეგიძლიათ ბრჭყველები დაამატოთ. მე ბრჭყველებს დავამატებ ამოთ ბოლოს. მესაუდას ლაინერის წასმის საიდუმლო. ლაინერი ქვედა საცრემლე ხაზის გაგრძელებაა და ნახეთ 1, 2, 3. ლაინერის წასმა არის უმარტივესი. და თან ისეთი კარგი ცხვირი აქვს თვითონ მესაუდას წვრილი. შემდგომი არის ტუში. ნახეთ უბრალოდ რა ლამაზად წევს. არ დაგვაუწყდეს თვალის ჭრდილის წასმა, ასევე ქვევით. ძალიან მიყვარს მესაუდას აი ეს ბრჭყველები, ძალიან.
უბრალოდ ნახეთ, ძალამაზია. მივედით ტუჩამდე. ულამაზესი ტუჩი უნდა გავაკეთოთ. ერთი მუქ ფერს გამოვიყენებ. ეს არის მესაუდას 113 ნომერი. პირველ რიგში მივყვები აი აქ გულს გავიკეთებ. შემდგომ ქვევითაც და მე ამას უკვე შიდა ხაზებიდან, აღარ შიგნიდან აი ესე უკვე ვაერთებ ტუჩთან და ესეთი ბანტისებრი ტუჩები გამოგვდის. მე ცოტა მუქს გავიკეთებ. ამის შემდგომ ავიღოთ ღია ფერი. ეს არის 114 ნომერი, რასაც უკვე და მესაუდას ცნობილი გლოსი, ეს არის 103 ნომერი. ანუ ეს ნახეთ. აი რა ეფექტს აძლევს უბრალოდ არ ვიცი. სულ ბოლო ეტაპი ეს არის უკვე ჰაილაიტერი. ჰაილაიტერი არ დაგენანოთ. ასევე ჰაილაიტერი. და შეგვიძლია ცოტა ნიკაპს. საოცრება. გიждები ამ მეიქაპზე, იმიტომ რომ ამ მეიქაპს ვიყენებ ყოველდღიურად. აი ყოველდღიურად, იმიტომ რომ არ არის ტონალური, არ არის მძიმე და ძალიან საოცარი არის მართლა. ყველას გონია და ყველა მეკითხება ამ ტონალურზე, ამ მეიქაპზე რა ტონალურს ვიყენებო და არაფერს. თქვენთან ხედავთ. ბოლოს გამოვიყენებ მესაუდას ფიქსატორსვე, აღარ ცოტა შორიდან დავისხავ. დავასრულეთ მეიქაპი. ასეთი ულამაზესი გამოვიდა. მართლა ძალიან საოცარი არის. იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ. აუცილებლად უნდა გაიმეოროთ და მე დამეწერეთ კომენტარებში გაიკეთეთ თუ არა ესეთი მეიქაპი. მართლაც ძალიან ლამაზი იქნება ბანკეტზე, საღამოებზე და ნებისმიერ ისეთ დღეს, როდესაც გინდათ რომ გამორჩეულები იყოთ და არ გქონდეთ საერთოდ სიმძიმე მეიქაპის, აი რამდენი ხანია ვიკეთებ და საერთოდ არსად არაფერი არ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ზედმეტი პროდუქტი საერთოდ არ არის. ულამაზესია, კანი ბრჭყალებს, თქვენს ბრჭყალებს და ბრჭყვიალ და ლამაზ საღამოს გისურვებთ.